მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. შიმშილობის 25-ე დღე თავისუფლება მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. მოშიმშილე პატიმარს საკვები შეუტანეს და იქვე დაუტოვეს. ეს კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმაა. წერს მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე. ამაღლობელი 25 დღეა შიმშილობს. იგი დღეს საიას ადვოკატმა კლინიკა ვივამეთში მოინახულა. ადვოკატი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს, რადგან მას პალატაში დახვდა მზიასთვის კლინიკის მიერ შეტანილი საკვები და მიუხედავად იმისა, რომ ამაღლობელმა ჭამაზე უარი თქვა, საკვები მაინც დაუტოვეს. ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამაღლობელი ითხოვს ციხეში დაბრუნებას. სპეციალური პენტენციური სამსახურის განმარტებით მზია ამაღლობელი კლინიკა ვივამეთში გუშინ მისივე თანხმობით გადაიყვანეს შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად. მზია ამაღლობელის სოლიდარობის და განთავისუფლების მოთხოვნის პროტესტი საქართველოს ფარგლებს გასცდა. დღეს ევროპარლამენტარებმა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გამართეს. უწყვეტი საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ახალციხეშიც. სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ბაკურიანი ციდას ნიმუშებში დარღვევა არ აღმოჩენილა. საპირისპირო ვრცელდება სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი მომხმარებელი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის ფურცელს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ ბაკურიანი ციდას ბოთლიდან აღებულ ნიმუშში ნამდვილად იყო გამჭვირვალე სითხე, რომელიც შეიცავს აზოტმჟავას. დოკუმენტის ავთენტურობის გადასამოწმებლად ჩვენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკავშირდით, მათგან პასუხის მიღებას ველოდებით. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი ბაკურიანის წყლის ბოთლიდან დალეული სითხით მოიწამლა და იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებები უარყოფენ, ვრცელდება ინფორმაცია უფრო მეტი მოწამლული ბავშვის შესახებ. იაშვილის კლინიკაში არ ადასტურებენ ინფორმაციას ბავშვის წყლით მოწამვლის შესახებ. არც მიზეზებზე გვესაუბრებიან და ამბობენ, რომ ინფორმაციას მესამე პირზე ვერ გასცემენ. ინფორმაციის მიღებას ველოდებით ასევე IDS ბორჯომი საქართველოდან. თემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი დღეს ასოციაცია ტოლერანტმა შეაჯამა. ცლად გთავაზობთ სიუჟეტს. მე ვარ ფარავანი. საქართველოს ყველაზე დიდი ტბა და დღეს მინდა ვისაუბროს სოფელ-ფოქაში არსებულ პრობლემებზე. საქართველოში ყველაზე დიდი ბუნებრივი ტბა ფარავანი სოფელ-ფოქასთან მდებარეობს. მიუხედავად ბევრი ბუნებრივი ხელსაყრელი გარემოებებისა, სოფელი ერთ-ერთი ყველაზე რთული საცხოვრებელი ადგილია ბევრი მიზეზების გამო. მათ აღწერას 25 წლის ლილით კარაპეტიანი საკუთარ ფილმში სახელად ფარავნის ხმა შეეცადა. გამოყენებული წყალი მოეწოდება ძველი, დაზიანებული და 10 წლეულების განმავლობაში შეუცვლელი მილებით. ამ მილების ცუდი მდგომარეობა არა მარტო წყლის გემოზე მოქმედებს, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. უფლებამოსილი ორგანოები მილების შესვლის ნაცვლად ხშირად ირჩევენ მარტივ გამოსავალს, წყალში დიდი რაოდენობით ქლორის დამატებას. ნამუშევარი ასოციაცია ტოლერანტის კონკურსის ამბები შენი სოფლიდან სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. საინტერესო იყო გადმოცემული კიდევ ერთი საპრიზო ვიდეო, რომელიც თემის პრობლემებზე მოგვითხრობს ქრისტინა ოქროიანმა გადაიღო. 14 შვილის დედა, რომელიც საკუთარი შვილებისთვის განათლებასა და თანამედროვეობის შესაბამის განვითარებას ითხოვს, არის ვართუი ღაზარიანის ისტორია. 5 წუთიან ფილმში ქრისტინა ოქროიანი გვაჩვენებს სოფელ განძას, სადაც განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად ბევრი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა. გამოსავლის ძიებაში კი ხალხი უბრალოდ მიდის, სოფელი კი ცარიელდება. დაცარიელებული სოფლები და ბაზისური მომსახურებების თუ სოციალიზაციის გარეშე ცხოვრებას ეძღვნება ნარინე ტონაკანიანის და ანუკი ვანაძის ნამუშევრები. ანუკი გორელოვკაში ცხოვრობს.
ახალგაზრდები აქ ჯერ კიდევ არიან, თუმცა გარემო მათზე მორგებული არ არის. მათი ნაწილი სოციალიზაციის ხელშესაწყობად სოფელში სკვერის მოწყობას ითხოვს. ამ მრავალფეროვან სოფელში ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს. გორელოვკაში არ არის სკვერი ახალგაზრდებისთვის. მათ არ აქვთ ადგილი, სადაც იმსჯელობენ, ითამაშებენ და ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ. ապրել հանուն մարդկության այսիկեղի ժողովուրդների համար։ კონკურსის პირველ ადგილზე გასული ნამუშევარი ეგთან ქალზე მოგვითხრობს. ცენტრს მოწყვეტილ და თანამედროვე შესაძლებლობებს დაშორებულ სოფელში სუსანა ჰაკობიანი ტაბაწყურელების ერთადერთი იმედია. ու մինչև առեսօրս 46 տարի է աշխատում գյուղդաբացուրիում։ Ոչ թե մենակ գյուղդաբացուրին է 4 գեղը հանգիստ կրնամսոր կդվգի իմ հսկողության տակ է։ ასოციაცია ტოლერანტი თემის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს წლებია ახორციელებს. ამბების შენის სოფლიდან ამავე მიზანს ემსახურება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი გვეუბნება, რომ ახალგაზრდების მიერ ადვოკატირების შედეგად ნინოწმინდის სოფელ ფოკაში საავტომობილო გზა დააგეს. ჯავახეთში ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა და ახალქალაქის სოფელ ტურცხში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიგეგმა. მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდების აქტიურობა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა. მაგრამ შედეგი დღეს იყო ძალიან კარგი იმ ჩვენი სამწლიანი მუშაობის შედეგი, რომელიც ჩვენ ბრენის პროგრამაში მუშაობდით, ეს არის მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ კავკასიის ქვეყნებში, რომ ქონდა გამოცხადებული ვიდეოების კონკურსები და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მიუძღვნენ ახალგაზრდები ამას, იმიტომ რომ მთავარი სლოგანი იყო ჩემი სოფლის ამბები. და თავიანთი სოფლების, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ, რაღაცები გადაიჭრა, რაღაცები ჯერ კიდევ წლებია და შეიძლება ვთქვა საუკუნეებია გადასაწყვეტია, აი ამ ახალგაზრდებმა სულ სხვა თვალით დაგვანახეს. თემის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს ტოლერანტი ბოლო 3 წელია ახორციელებს და ჯამში 45 მაღალმთიან სოფელში 80-ზე მეტი ახალგაზრდა მოიცვა. ახლა კი ტრადიციულად გიტოვებთ ამბებს ოკეანეს მიღმა მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს TokTV-gy და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. ანკარა და ბაქო აძლიერებენ სახმელეთო დერეფნის შექმნის ძალისხმევას, რომელიც ზანგეზურის დერეფნის სახელითაა ცნობილი, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რეგიონს შორის, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. სომხეთი თავის ტერიტორიაზე დერეფანს ეწინააღმდეგება, მაგრამ სირიაში და ლიბანში დამარცხებების შემდეგ მისი სტრატეგიული პარტნიორის ირანის დასუსტების პირობებში აზერბაიჯანი და თურქეთის შესაძლებლობას ხედავენ. Only reason why Armenia resists the establishment of ერთადერთი მიზეზი, რატომაც სომხეთი ზანგეზურის დერეფნის შექმნას ეწინააღმდეგება, არის ირანის დაპირებები, რომ მას სამხედრო ძალით დაიცავს. ირანი ახლა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური წნეხის ქვეშ ექცევა. არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი ან თურქეთი მის მუქარებს სერიოზულად აღიქვამენ. I don't think Azerbaijan or Turkey will take its threat seriously. ირანი 40 კილომეტრიან დერეფანს ძლიერ ეწინააღმდეგება, რადგან ის გადაუჭრის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზას, რომლითაც სანქციების გვერდით ავლას ახერხებს. მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რეგიონული მარცხი და ვაშინგტონიდან მზარდი წნეხი ირანს აიძულებს რეგიონში მეგობრები ეძებოს. სამომავლო პერსპექტივაში შესაძლოა ზანგეზურის დერეფნის გახსნა ირანისთვის კარგი იყოს და მას თურქეთთან და აზერბაიჯანთან ბევრად უკეთესი და მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეს. გასულ წელს ამერიკა-სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ერევანსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო ურთიერთობის ნიშანი იყო, ფაქტორი, რომელიც ანალიტიკოსების თქმით, თურქეთისა და აზერბაიჯანის რახვებს აკავებდა. მაგრამ ახალ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მიუნიშნებია რა პოზიცია აქვს დერეფნის პროექტის მიმართ და ერევანი შეშფოთებულია, რომ შესაძლოა ბაქომ და ანკარამ ეს გაურკვევლობა გამოიყენონ. ქაოსი შესაძლებლობაა ცუდი სუბიექტებისთვის, რომ აკეთონ ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივ არ გააკეთებდნენ და ახლა კი მათ არავინ აკვირდება.
2023 წელს აზერბაიჯანის არმიამ თურქეთის მხარდაჭერით სადავო მთიანი ყარაბაღის ანკლავში სომხეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები დაამარცხა. იმ დროს, როდესაც შესაძლოა თურქეთმა ზანგეზურის დერეფნით ეკონომიკური სარგებელი მიიღოს, შესაძლოა ვაშინგტონთან დიპლომატიურად უფრო მეტი მოიგოს, თუ ამის ნაცვლად ყურადღებას აზერბაიჯანს სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაამახვილებს. თუ თურქეთს შეუძლია ეს ისეთ რამეთ წარმოადგინოს, რასაც მხარს უჭერს, ეს შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომელსაც სურს თავის საერთაშორისო მშვიდობის მყოფლად წარმოაჩინოს. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მჭიდრო კავშირები სურს, თუმცა იმავდროულად თურქეთის ლიდერი მზად არის თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს მხარი დაუჭიროს საზიარო მიზანში. მათი ქვეყნები ევროპასა და ჩინეთს შორის სახმელეთო ხიდად აქციონ.